გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის ბოლო სიტყვა. მე ვარ ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავა, რატი მუჯირი ვარშავადან გვერდდება და თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან ყავს ხაზზე, როგორ ხართ მეგობრებო? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს, როდესაც ამ ვიდეოს წერთ, უამრავი საინტერესო ამბავი ხდება. გასული დღეების განმავლობაშიც ბევრი რამ მოხდა. ჩვენ წინა ეპიზოდსა და დღევანდელ დღეს შორის ჩაიარა მათ შორის 9 მაისმა. ვნახეთ სამდღიანი ზავი, რომელიც აჩუქა პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ ასე ტრამპმა პუტინს იმისთვის, რომ გამარჯვების დღისადმი მიეწყვნილი აღლუმი ჩაეტარებინა, თუმცა მე წინა ჩემ ვიდეოშიც ვამბობდი, რომ დანარჩენი მსოფლიო რუსი პროპაგანდისტების და პრორუსი პროპაგანდისტების გარდა შეთანხმდა, რომ ეს აღლუმი იყო აბსოლუტური სირცხვილი პუტინისთვის და პირდაპირ პერსონალურად მისთვის ძალიან დიდი დარტყმა, იმიტომ რომ ეს აღლუმი ყველაფერი იყო გარდა დიადი გამარჯვების დღის ღონისძიებისა, შიშის ფონზე ჩაიარა მიუხედავად იმისა, რომ სამდღიანი ზავი გამოცხადდა. ეს ზავიც იყო პირობითი, მოიცავდა მხოლოდ შორი დისტანციის დარტყმების შეზღუდვას მხარეების მხრიდან, თუმცა ახლა შოუ გრძელდება ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. სწორედ ამ წუთებში ჩვენ ვნახეთ ბოლო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიები იბომბება, დაიწყო მასირებული შეტევა დრონების მეშვეობით. გარდა ამისა, ვიცით, რომ ეს სამდღიანი პაუზა რუსეთმა გამოიყენა იმისთვის, რომ შეევსო მარაგების საკუთარი სტრატეგიული ავიაციის და არის უკრაინის მხრიდან დადასტურებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, დაზვერვის, რომ ახალი შეტევებისთვის ემზადებიან, მოსალოდნელია მომდევნო საათების ან მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში უკვე სარაკეტო მძლავრი ტალღა რუსების მხრიდან, თავის მხრივ უკრაინამაც გააგრძელა იგივე რასაც აკეთებდა პრინციპში. მოკლედ, უკრაინის შესახებ ვისაუბრებთ, თუმცა არა სამხედრო კომპონენტზე მხოლოდ. ჩვენ ძალიან ცხელი და ძალიან აქტუალური ამბავი გვაქვს, რომელიც ეხება პოლიტიკურ მორიგ სკანდალს, რომელიც კორუფციას უკავშირდება უმაღლეს დონეზე. ძალიან დიდი თემა გახეთქეს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა, სადაც მთავარი ფიგურა ჯერჯერობით ვინც არის გამოკვეთილი, არის ანდრეი ერმაკი. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი, მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და მისი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და მარჯვენა ხელი ბოლო წლების განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, ამ კორუფციულ სკანდალზე, მის ეფექტზე, მთლიან კონტექსტზე პოლიტიკურ ნაწილში გვექნება საუბარი. შევეხებით ასევე ცხადია ირანის თემას და აქვე ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტსაც. ეს ორი თემაც დიდწილად ასე უფრო სწორი იქნება, რომ თქვა, უკავშირდება ერთმანეთს და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც გვინდა რომ ამ ეპიზოდში ჩავატიოთ და მიმოვიხილოთ, ეს ეხება სომხეთს, ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს და პუტინის პირდაპირ მუქარას. ირიბსაც ვერ დავარქმევთ ამას, პუტინის პირით გაჟღერდა და არა მხოლოდ მისი მხრიდან, შემდეგ უკვე მთელი პროპაგანდა ააგეს და ამოქოქეს სომხეთის წინააღმდეგ, პირადად ფაშინიანის წინააღმდეგ და მთავარი პარალელი აქ ისმის ასეთი. უკრაინამაც ასე დაიწყო და ყველას გვესმის ამის ქვეტექსტი რაც არის. მოკლედ, თემები ჩამოვთვალეთ, დავიწყოთ და აქვე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი თუ არ ხართ გამომწერები და ალაიქოთ ვიდეო და შემოგვიერთდეთ მსჯელობაში კომენტარების ველის გამოყენებით. საიდან დავიწყოთ, მეგობრებო? გამარჯობა. მე დავამატებ იმას, რომ შეიძლება კავკასიაზე გიყურებდეთ და მადლობა კავკასიას ამ შესაძლებლობებისთვის. გადმოდით YouTube-ზე, ვისაც არ ხავარჯერ გამოწერილი, გამოგვიწერეთ და ლაიქით ვიდეოები გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. იაქტიურეთ კომენტარებში, ეს მნიშვნელოვანია, დაწერეთ თქვენი პოზიცია და მე მგონი დავიწყოთ ხო პირდაპირ უკრაინით ალბათ. უკრაინით ხო თან და ფრონტზე უფრო პოლიტიკური ნაწილი ალბათ მიმოვიხილოთ. დღეს ერმაკია გამოკითხვა ქვია თუ რაც ქვია, მაგრამ მისული იყო საქმე ეხება იმ კორუფციულ სკანდალს, რომლის გამოც დაახლოებით 1 წლის წინ ის გადადგა თანამდებობიდან, გრძელდება ეს ყველაფერი, საუბარი არის დიდი ოდენობით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის გათეთრებაზე, სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესებზე და შესაბამისად აქ ეს სკანდალი, როგორც ჩანს, ჯერ არ დასრულებულა და კიდევ უფრო გაღრმავდება. ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციასაც გავიცანი საერთაშორისო მედიიდან გამომდინარე, ნაბუ, ანუ ეს ანტიკორუფციული უწყება უკრაინის
ნაბუს წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერდა, რომ ამ ეტაპზე ზელენსკის კვალი არ ჩანს მაგ მიმართულებით. ეს ალბათ მართლა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, თუმცა თავისთავად ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციის უფროსი და ეს არის ხო ერმაკი რაღაც ტექნიკური ადმინისტრაციის უფროსი, ის იყო ძალიან რუხ კარდინალთას არაერთხელ მოუხსენიებიათ და ვიცით რამხელა გავლენა ჰქონდა ერმაკს ზოგადად ადმინისტრაციაში და მეტიც თვითონ უკრაინელი მიმოხილველები, როდესაც ამ თემაზე საუბრობენ, იმასაც კი ამბობენ, რომ ძალიან ბევრი მინისტრი პრეზიდენტამდე ვერც მიდიოდა, პირდაპირ ერმაკის დონეზე წყდებოდა ძალიან ბევრი რამე. ამიტომ ერმაკი არ არის უბრალოდ ადმინისტრაციის უფროსი, ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და მართლა ძალიან სამწუხარო იქნება თუ მის წინააღმდეგ ეს ბრალდებები დადასტურდება, იმიტომ რომ კორუფცია არის ზუსტად ის პრობლემა, რომელიც უკრაინის მეორე ფრონტია, ასე ვთქვათ. ერთი ფრონტი გასაგებია პირდაპირ დონბასში გადის და რუსებთან და მეორე ფრონტი ნამდვილად არის კორუფცია და კორუფცია არის ის პრობლემა, რამაც უკრაინას ხელი შეუშალა განვითარებაში. ის რომ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა ამ ხელა პოტენციალით დღეს ვერ არის განვითარებული სახელმწიფო და თუნდაც იგივე ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოვებული, ვიდრე თუნდაც ომამდე იყო, ხო? იმიტომ რომ ამ ომმა რო ბევრი რამის ფორსირება მოახდინა და უკრაინამ ასე ვთქვათ ჩვენ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაგვასწრო, ეს ვერ ვიტყვით ჩვენ რომ მაინც და მაინც აისახება სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე, ხო? ეს ყველაფერი კორუფციის ბრალი იყო აქამდე და ეს კორუფცია რო ამ გადაუჭრელად პრობლემა რჩება, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს პრობლემა თუ კი არ მოგვარდა ომის დასრულების მერე უკრაინას ძალიან დაარღვევს. თუმცა მეორეს მხრივ კარგია ის რომ ნაბუ მუშაობს, ნაბუ არ ერიდება ავტორიტეტებს, ასე ვთქვათ და აი ამ რაღაცა გამოძიება ბოლომდე მიყავს. ამიტომ მე ძალიან დიდი სიფრთხილით ველოდები შედეგებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ უფრო მეტი და უფრო ინტენსიური ნაბიჯები გადაედგება, იმიტომ რომ კორუფცია თავისთავად როგორიც უმპია და როგორიც ცუდია, ეს ბუნებრივი და გასაგებია, თუმცა ომის პარალელურად, ომის ბიუჯეტის მოპარვა, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ერმაკს ამ შემთხვევაში რაღაც სამხედრო კუთხით არაფერი არ ბრალდება, ანუ სამხედრო ნაწილებში, ხო, სამხედრო შესყიდვებზე საუბრობ. მიუხედავად ამისა, თუ კი ასეთ მაღალ დონეზე კორუფცია დასტურდება, თუნდაც ეს ფულის გათეთრება იყოს და არ იყოს რაღაცა პირდაპირ ფულის აღება საიდანაც, ხო, მაინც ძალიან უხერხული, ყველაზე სულ უფრო ვთქვათ, ლაქა იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ ბოლომდე ეს ნაბუს გამოძიება. აქ კარგი ის არის, რომ ესეც უნდა გავიხსენოთ რა აუცილებლად, ცოტა შეიძლება გამიგზელდა, მაგრამ მინდა რომ გავიხსენოთ, როდესაც მოინდომეს უკრაინაში ნაბუს დაქვემდებარება პროკურატურასთან, როგორი რეაქცია მიცა უკრაინულმა საზოგადოებამ. ის, როდესაც სახელმწიფოში კორუფცია არის, ერთის მხრივ კი ეს პოლიტიკური ნებაა, თუმცა მეორეს მხრივ, თუნდაც საქართველოს ისტორია რო გავიხსენოთ, ხო? საზოგადოების დონეზეც მიღებული იყო და დღესაც ჩვენ ვიცით, ხო, ქართული ჯიგრული პონტი. და ვიცით, რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილს ეს შეიძლება მოწონდეს კიდევაც. მისთვის ეს უფრო მოსახერხებელი იყოს. იმიტომ რომ მას არ აქვს უნარი რაღაცა ღია კონკურენციაში შევიდეს, მას არ აქვს თავის იმედი, ამიტომ შეიძლება ერჩივნოს, რომ სადღაც რაღაც იჩალიჩოს, ვიღაცას ფული გადაუხადოს, ვიღაცასგან ფული აიღოს და ასე გავიდეს ფონდს. შესაბამისად, უკრაინის საზოგადოების რეაქცია, რაც იყო ნაბუსთან მიმართებაში, მე მაფიქრებინებს, რომ უკრაინის საზოგადოებაშიც რაღაცა გარდატეხა მოხდა, იმიტომ რომ იქაც ხო, ეხლა ჩვენ ყველა ვართ იქ ნამყოფი, ნამუშევარი და სხვადასხვა სოციალურ წრეებთან ქონია კომუნიკაცია და კი, როგორც წესი, ტკივად კორუფცია, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონაც მაინც და მაინც უარს ამბობენ თქო ამ კორუფციაში ჩართულობაზე, ვერ ვიტყვით ხო საზოგადოების დონეზე. შესაბამისად, ახლა როცა საზოგადოებამ ეს რეაქცია მიცა და გაგანია ომში დემონსტრაცია მაინც მოაწყვეს, ეს მათზეც მეტყველებს და მეორეს მხრივ ზელენსკის ადმინისტრაციაზეც მოქმედებს, რომ დაინახა საზოგადოებამ რეაქცია მიცა და გააპროტესტა ნაბუს გაუქმების ცდელობა, მან უკან დაიხია. არ ვიქნებოდი ასე ვთქვათ გულუწყვილო და არ ვიტყოდი რომ მარტო საზოგადოების რეაქციის გამო მოხდა ეს, ჩვენ ნახეთ რომ ევროპარლამენტმა ძალიან კაცრი შეფასებები გააკეთა მაშინ
და აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც ამბობენ, რომ უკრაინას ომის გამო თავზე ხელს უსვამენ და განსაკუთრებულ პირობებში ყავთ, როგორც კი უკრაინამ წაიფორთხიალა, ასე ვთქვათ და წაიბორძიკა, ევროპარლამენტმა, ევროსტრუქტურებმა მაშინვე მიცა რეაქცია და თქვა, რომ ნაბუ ხელშეუხებელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი. და ეს დამოუკიდებლობა არის გარანტი, რომ ის აი ესეთ მაღალი დონის კორუფციულ გარიგებებზე იმუშავებს. შესაბამისად, აი ამ მთელ კონტექსტს შევხედავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა საზოგადოების გაჯანსაღების პროცესით კარგი რამეც ხდებოდეს. რა თქმა უნდა, სასახაც სუდია, როდესაც ესეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არის კორუფციასთან აფილირებული, თუმცა მეორეს მხრივ რაღაცა ესეთი ნაბიჯითაც შეგვიძლია გამიყოფოს რაღაცა საზოგადოებას ნელ-ნელა აი ამ ჭაობიდან გამოსვლის სურვილს ავლენს. თამარ, შენ ხო არ დაამატებ რამეს ამ თემაზე? თუ ცოტა მოგვიანებით. არა, ერთი აი აბსოლუტურად ვეთანხმები რატის ნამდვილად არა მარტო ასე პერსონალურად ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის მე უფრო ვიტყოდი როგორ უყურებენ ევროკავშირში ამ საკითხს და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, როდესაც ეს თემა იყო აქტუალური ნაბუსთან და საბუსთან დაკავშირებით და ზოგადად ეს კორუფციული სკანდალი იყო, ჩვენ ნახეთ რამდენად მკაცრი განცხადებები კეთდებოდა ევროკავშირის მხრიდან და ძალიან ღიად ითქვა, რომ ევროინტეგრაციისთვის ეს იქნება ხელისშემშლელი პროცესი, რაც ასევე იმ კუთხით უნდა განვიხილოთ, რომ რაღაცა ნარატივები რო არის, რომ აი უკრაინა რადგან ომშია, ამის გამო ევროკავშირი მიდის დათმობებზე და რაღაცებს პატიობს და წინ წევს ქვეყანას, სულაც არა, ყველა ქვეყნისთვის ვალდებულება და რეფორმები აუცილებელი ევროკავშირის წევრობისთვის არის ერთნაირი, მათ შორის უკრაინისთვის და ჩვენ ვნახეთ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ და თუნდაც ზელენსკის მიმართაც რაოდენ კრიტიკული იყო ევროკავშირი და მათ თქვეს, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და მით უმეტეს ასევე როგორც რატიმ თქვა დავინახეთ რა რეაქციები მოყვა უკრაინის შიგნით და იპოვეთ განსხვავებები შეგვიძლია ეს მაგალითი მოვიყვანოთ თუნდაც საქართველოს ან სხვა ქვეყნებთან მიმართებით და უკრაინასთან მიმართებით როგორ მყისიერად მართლა იყო ეს სიტუაცია გამოსწორებული არავინ ვამბობთ რომ საერთოდ ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელიმე ხელისუფლება ესეთი აბსოლუტურად ხო და ყველას რა თქმა უნდა ეს ტრანზაქციული გარდამავალი ნახევრად დემოკრატიიდან თუ მცირე დემოკრატიიდან უფრო დემოკრატიულ საზოგადოებაში გარდამავალი პერიოდები თელს ამ პოსტსაბჭოთა სივრცეს აქვს, თუმცა უკრაინა სხვათა შორის გვაჩვენებს ამას, რომ ის მზად არის ისეთი ნაბიჯები გადადგას რაც ტრადიციული არ არის ამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და აქ ერთი ხა ჩვენ ხშირად არ ურევთ ქართულ საკითხებს და ალბათ აქაც არ ღირს ქართული საკითხის ჩარევა, მაგრამ ერთი რაღაცაც ჩდება ხო ზედაპირზე, რამდენად სხვა და სხვა გვარად არის ბრძოლა კორუფციასთან საქართველოში და რამდენად სხვანაირად არის უკრაინაში. საქართველოში ჩვენ ვხედავთ თანამდებობის ყოფილ პირებს, რომლებიც არიან საპატიმროში, თუმცა ეს პროცესიც აბსოლუტურად გაუმჭირვალეთ იყო და სულ სხვა პროცესს ვხედავთ ახლა უკრაინაში, რასაც ვადევნებთ თვალყურს და რასაც ვინც კი დაინტერესებულია ამ თემით, ყველა ეს ორი დღეა ერმაკის ამ სასამართლოს ამბებს უყურებს ძალიან ესე თავარი გაუმჭირვალედ კი არა, აგერ ევროპარლამენტმა იმაზე რა ქვია, ღარიბაშვილზე თქვა, რომ ერთსამეთო მანდ რა ხდებაო, ხო? ანუ ღარიბაშვილზეც კი შეშფოთება გამოსცდა მოხდეს რეზოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ნათესავებს ეს არ მოეწონა. ხო, ეგ მაგაზე არ არის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რაც თამარა რომ ჩვენთან ეს არ ანუ ამიტომ ტოვებს შტაბ-ბეჭდებას, რომ ეს მაინც კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, პოლიტიკური ანგარიშების ინსტრუმენტი არის. მათ შორის აი კორუფციული ბრალდებები, იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება შტაბ-ბეჭდება, რომ რაღაცა პერიოდი ყველა ერთად იპარავს და მე როგორც კი პოლიტიკური კონიუნქტურა დგება, ყველამ ყველაზე იცის ვის რა აქვს მოპარული და უკვე პოლიტიკური ანგარიშებისთვის იყენებენ, რაც
სამწუხაროა ნამდვილად. თუმცა ეხლა მოდი ისე უკრაინას დავუბრუნდეთ. რაც პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ძალიან დამახასიათებელია, იმიტომ რომ ვერ გამოვიდა ეს, ვერ დაინგრა საბოლოოდ და რასაც ახლა ვაკვირდებით უკრაინაში, სხვათა შორის ჩვენ ბოლო სიტყვაში ჩვენს პოდკასტებში მუდმივად საუბრობდით აი ამ შლეიფზე, კორუფციულ შლეიფზე, რომელიც მიყვებოდა და მიყვება სამწუხაროდ უკრაინას სხვადასხვა სფეროში კორუფციაზე და ერმაკის თემასაც მიუძღვენით ერთი თუ ორი პოდკასტი რამდენადაც მახსოვს საკმაოდ მსუყე. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ერმაკი არ იყო რაღაცა რიგითი ფიგურა უკრაინის პოლიტიკაში და კონკრეტულად ზელენსკის ჯგუფში, იმიტომ რომ ზელენსკის ჯგუფში იყო ის თავიდანვე და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ზელენსკისთვის, არა მხოლოდ რაღაცა თანამებრძოლი იყო, არამედ უახლოესი მეგობარი იყო, უახლოესი გარემოცვა იყო და ამ უახლოესი გარემოცვის სამართლის საკითხი დადგა, ანუ სამართლიანობის საკითხი დადგა და არჩევანის წინაშე დააყენეს ზელენსკი, ხო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა? სამართლიანობის მხარეს დადგებოდა და გაწირავდა თავის თანაგუნდელებს, გაწირავდა რა, ანუ არ დაიცავდა მათ, თუ პირიქით დაიცავდა, ხო? და ახლა რასაც ვადევნებ თვალს, ეს არის დაცვაც რა ხელს დააფარებდა, უფრო სწორი იქნებოდა ალბათ. ხო, დაცვა რა. დაცვაში ეგ იგულისხმება თავისთავად, თუმცა აი ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თავისი კარიერას, თავისი პოლიტიკური აწყო და მომავალიც აბსოლუტურად დაინგრეოდა, ხო? ანუ უბრალოდ გვარს ვერ ვიხსენებ მათი მეგობარი და თანაგუნდელი არის შოუ ბიზნესის, რომელმაც ზუსტად ერმაკის გადადგომამდე მოასწრო და კიევი დატოვა ისრაელში წავიდა. ხო, მაგაზე გეტყვით დეტალებს. მაგ გვარს ახლა მეც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ამ ფაილებში, რომელიც ნაბუმ გამოაქვეყნა, 18 წუთიანი მასალა არის YouTube-ზე ცდებს. ნახსენები არის კოდური სახელწოდებები. R2 მაგალითად მინიშნება არის ესეთი, არის R1, R2, R4-მდე ადის, არის ასევე ჩეგევარა, ესეთი ნიკნეიმი რა. ეს ჩეგევარა, რასაც მე მოусმინე თავად უკრაინელი ვლოგერების გაშიფრულ, ასე ვთქვათ, ნამუშევარს, ხო? გაშიფრეს რაღაცები. იქ არის ნახსენები, რომ ეს ჩეგევარა არის სწორედ ის ზელენსკის გარემოცვის წევრი, რომელიც ენერგეტიკის სკანდალს, კორუფციულ სკანდალს უკავშირდება და ახლა არის წასული ისრაელში კიდევ ერთ სხვა პირთან ერთად მათი გარემოცვიდან. აქ კიდევ ერთი დეტალი მინდა ვახსენო ამავე ფაილებიდან, თავად სახელი ამ კომპლექსის, რომელიც კიევში, ერთ-ერთ ელიტურ ზონაში, სამხრეთ ნაწილში შენდებოდა, ნაწილობრივ თითქმის დასრულებული არის, მას ქვია დინასტია. აი ეს სახელიც არის სიმბოლური და ამ დინასტიის კომპლექსში არის 5 ფეშენებელური, არ ვიცი რა დავა, სასახლე ფაქტობრივად იქ შიდა ინტერიერის და გარე ფასადის ყველაფრის ფოტო, გრაფიკული გამოსახულებებიც გავრცელდა და თავის ბიუჯეტით და ყველაფრით და ამ დინასტიაში არიან ეს R1, R2, R3, R4 და ჩეგევარა და ასე შემდეგ და აქ უკრაინელები ახსენებდნენ, რომ ამავე ფაილებში ნახსენები არის ხალხო ვინმე ვოვა. ამიტომ არის ძალიან ღია დისკუსია ამაზე, დაუფარავად, ძალიან კრიტიკულად თავად უკრაინული საზოგადოების წევრები არიან, ხო, ეს თავად ეს მიმომხილველები, ვინც ამაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ეს ვოვა შესაძლოა იყოს ვოლოდიმირ ზელენსკი. არ გამორიცხავენ ამ ამბავს და აქვე მზაობას გამოთქვამენ, რომ თუნდაც ომის პირობებში, თუნდაც თუ გამოიკვეთება ზელენსკის პირდაპირი ან ირიბი ბრალეულობა, რასაც ჩვენ ახლა მაგალითად ხელის დაფარება ვუწოდეთ, ხო? გაგანია ომის დროს, როცა ხედავ რომ შენი გარემოსთვის წევრები ფულს იპარავენ, ხო, ეს არის უკვე დანაშაულზე მინიმუმ თვალის დახუჭვა ამ დონეზე. არა, დანაშაულში მონაწილეობა. კი ბატონო, მინიმუმ ამიტომ ამბობ, თუმცა ვინმე ვოვა ვინ არის, ეს კიდე გასარკვევია და არის ასეთი ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა ჯერ იყოს აისბერგის წვერი, სადაც ბევრი რამე კიდევ ამოტივტივდება. რატი მახსენა ასევე სამხედრო ნაწილი და თითქოს ჯერჯერობით არ იკვეთება იქ სამხედრო ინდუსტრიიდან ფულის მოპარვა, მაგრამ აქვე კიდევ ერთი დეტალი, ამავე ფაილებიდან ჩეგევარასთან დაკავშირებული. ეს კაცი დაკავშირებული არის Firepoint-თან. ეს არის იარაღის წარმოებელი კომპანია, სადაც Firepoint-ში ფლობს ძალიან დიდ წილს და ამ Firepoint-ში შევიდა ასევე კორუფციული სამსახური. რამდენიმე თვის წინ გახსოვთ თუ არა ეს ამბავი რომლის მრჩეველიც არის CIA-ის ყოფილი შეფი.
წარმოიდგინე და ეს კომპანია აწარმოებს მათ შორის ფლამინგოებს და ნუ ეს ყველაფერი ვიცით რომ იგივე პარტნიორების ფულთან არის მიბმული, ხო? ამ აქედან გამომდინარე სულაც არ არის გამორიცხული რომ საბოლოოდ ეს კორუფციული სკანდალები სამხედრო ფულის ხარჯვამდეც მივიდეს და აქვე ტაიმლაინი არის გასათვალისწინებელი ამ ნაბუს ფილმში 2018 წლიდან იწყება ისტორია, ჯერ ომი არ არის და იქ ხაზს უსვამს სპიკერი რომელიც ამბობს ყვება რომ 2022 წლის შემდეგ მას შემდეგ რაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი არა თუ გაჩერდა ეს ხალხი პირიქით იქ არის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც კი სადაც დასტურდება რომ მათ შორის ერმაკი სატელეფონო საუბრებია რომ მოუწოდებს საქმე დააჩქარონ და ნუ ერთ სიტყვით მე ვხედავ რომ მე კი არა ნუ ბევრი ხედავს ამას პირველ რიგში უკრაინელები ხედავენ რომ არის მზაობა თავად თქვენ ყველა აღნიშნეთ საზოგადოების როლი ამ ამბავში, რასაც ყველა ხაზს უსვამს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის ნდობის ფაქტორი. თუ მე შენ მოყვები ომში, გიჭერ მხარს იმ წნეხის და ზეწოლის ფონზე, რაც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან პირველ რიგში, ითხოვენ არჩევნებს, ითხოვენ ზელენსკის ჩამოშორებას, ხო? და ამის მიუხედავად საზოგადოება მაინც მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტს, ხო? მათ ჭირდებათ ნდობის ფაქტორი. როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან კარგად გაიაზრეს თავად ზელენსკის ამჟამინდელ გუნდში, ასე ვთქვათ. ან მოუწიათ ამის გააზრება და სწორედ ამიტომ დაიწყეს მიუშვეს ასე ვთქვათ ნაბუ მიუხედავად იმ შეზღუდვის მცდელობისა და უბრალოდ სხვა არჩევანი მათ არ აქვთ იმიტომ რომ ამას ყველა თავისებურად იყენებს ჩვენ ვნახავთ ალბათ უამრავ სიუჟეტს მათ შორის ქართულ ტელეარხებზე სადაც ჯერ მის რა ქვია ტაკერ კალსონთან მისი ყოფილი პრეს სპიკერის თუ პრეს მდივნის ინტერვიუ ხო აბრუნეს ყველა ბრუნმაში და გამოიყენეს და ახლა ნახეთ რა მოხდება ამ სკანდალს საკვირაო გადაცემებს მომამზადებენ ასეთი ვარაუდი მაქვს მე მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი რისი გამორიცხვაც თავად უკრაინულ საზოგადოებას უნდა რუსული ნარატივი ამ შემთხვევაში ეცდება რომ ზელენსკის დაარტყას როგორც უკრაინის პრეზიდენტს შესაბამისად დაარტყას უკრაინას როგორც სახელმწიფოს შეასუსტოს საზოგადოების დემორალიზება გამოიწვიოს და ეს სამხედრო შედეგებში გადაზარდოს საბოლოოდ და პოლიტიკურ შედეგებში მაგრამ ის ხალხი ამბობს რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომ ეხლა შეიცვალოს რამე არჩევნების გზით ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არჩევნების ჩატარებას თუმცა ჩვენ მზად ვართ რომ ყველამ აგოს პასუხი და სიმართლეს გაუსწოროთ თვალი თუნდაც ზელენსკი იყოს გარეული ამ ამბავში და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს რაღაც ფორმით შესაძლოა მისი გვერდზე გაწევაც მოხდეს ამასაც უშვებენ მე რაც მოვისმინე ყოველ შემთხვევაში ამასაც კი უშვებენ რომ ტექნიკურად რაღაცნაირად თუნდაც ზელენსკი გვერდზე გაწიონ ომის პირობებში, მაგრამ არჩევნები არ ჩატარდება, იმიტომ რომ არ მოყვეს თელი შემდეგი გართულებები და რაღაცა სისტემის რღვევა, ასე ვთქვათ, და საზოგადოების დაპირისპირება. აქვე ჩემი აზრით მაყურებელს ჩვენს მაყურებელს ამ შემთხვევაში უნდა უთხრათ, რომ რაც არ უნდა ძიმე იყოს უკრაინული კორუფციის სკანდალი და რაც არ უნდა ფართოდ იყოს გავრცელებული და რამდენ ადამიანზეც არ უნდა იყოს გასული, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ზღვაში წვეთი იქნება იმასთან შედარებით, რაც პუტინის უსწრებში ხდება და როგორც არის პუტინი ამ ჭაობში ჩაფლული. და ეს მარტო შედარება კი არ არის, ეს პლუს იმისი დემონსტრირებაა, რომ ამ ომზე ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელი პუტინია და რუსეთია და ის რომ უკრაინა ერმაკი ან ნებისმიერი სხვა პოტენციურად ჩართული იყო ამ კორუფციაში ეს ამ ომის ბრალეულობას უკრაინულ პინაზე ვერცერთ ვარიანტში ვერ გადმოწევს და მეტიც აქ პუტინის თელი სიბრიყო ზუსტად ამაშია არაერთხელ მithkoms და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არა ეს ომი უკრაინაში არჩევნები უკვე ჩატარებული იქნებოდა და 99% დარწმუნებული ვარ რომ ზელენსკის მეორე ტურში მეორე ვადაზე არ ექნებოდა იმხელა შანსები და იმხელა მხარდაჭერა, რამხელაც თუნდაც ახლა აქ მთელი ამ სკანდალების პარალელურად. იმიტომ რომ ბევრი საზოგადოებრივი კვლევა აჩვენებს ამ ყველაფერს, რომ ზელენსკის გაცილებით დაბალი რეიტინგი ჰქონდა ომის დაწყების წინ, ვიდრე ომის შუალედში.
შუაში. ეხა ნელ-ნელა ეს ასე ვთქვათ ამერიკული გორები არ არის, მაგრამ მისი დიაგრამა ადის ჩადის, ხან მეტია, ხან ნაკლებია, მაგრამ იმ ნიშნულზე, იმ დაბალ ნიშნულზე, რომელიც ეს ომამდე იყო, ჯერ არ ჩამოსულა მთელი ამ ომის პარალელურად. შესაბამისად, რომ არა პუტინის ბრიყული გადაწყვეტილება, ეს აბსოლუტურად უსამართლო და არაფრის მომცემი ომი დაეწყო. თუ კი ვინმეს გონია რომ მაინც და მაინც ზელენსკია პრობლემა, ზელენსკი უკვე პრობლემა დიდი ხანია აღარ იქნებოდა. უკრაინაში არჩევნებად შეტარდებოდა, არავინ ის უკეთესი მოვიდოდა, უარესი მოვიდოდა, ევროპის გზაზე გააგრძელებდა უკრაინას თვალს, რუსულ ორბიტას დაუბრუნდებოდა, ეს ყველაფერი თუ არის და თუებზე ახლა საუბარი არ გვინდა, თუმცა თუებზე რა თქმა უნდა არ გვინდა საუბარი, რატი აბსოლუტურად გეთანხმები და პუტინის გათვლა და პუტინის მრჩევლების გათვლა, რომ კიევს აიღებდნენ 48 საათში, 72 საათში და რაღაცაში აბსოლუტური რა ვიცი, მარტის თოვლი აღმოჩნდა ხო ყველაფერი დადნა ძალიან მალე. მეტიც რუსეთმა გააძლიერა უკრაინა თავისი ქმედებებით, უკრაინა როგორც ერი ჩამოყალიბდა, შედგა, როგორც სახელმწიფო შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკრაინის ტერიტორიები ჯერ კვლავაც არის დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და ამ წუთებში ჩვენ რო ვსაუბრობთ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ძალიან ძლიერი შეტევა რუსულ-ირანული დრონებითა და რაკეტების დარტყმებს ელოდებიან, მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინა განაგრძობს. თამართან აუცილებლად თამარ შენ უნდა გითხრა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ვნახეთ, სადაც საუბარი იყო 0.25% მთლიანი შიდა პროდუქტის გამოყოფაზე უკრაინისთვის და ამაზე რო გითხრა მეტი, უბრალოდ მანამდე ერთ ჩანართს გავაკეთებ რუსეთთან მიმართებით, ის რაც იყო 9 მაისს, რა თქმა უნდა და ის ხალხი, ვინც პუტინის გვერდზე იდგნენ, ესეც არის, რა ვიცი, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ყველაზე თავგადაკლული მხარდამჭერებისთვისაც კი რუსეთის, ხო? ანუ ვინ იდგა წითელ მოედანზე, ლენინის ჩირზე არაფერს არ ვამბობ, ანუ ცოცხალ ხალხს ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და ის რაც დამართა პუტინმა რუსეთს, ესეთი რამ მე მგონია არც ერთ მართველს არ გაუკეთებია თავისი ქვეყნისთვის. თამარმაც იცის, თქვენც ბიჭებო, ვინც ამ საკითხებზე მუშაობდით, ის რა მდგომარეობაშიც ჩავარდა რუსეთი და გთავაზობთ, რომ რუსეთზე ერთი პოდკასტი გავაკეთოთ თავისი მთელი მონაცემებით. გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის სრული კატასტროფა, რომლის შედეგები იქნება, რა ვიცი, წლებზე გათვლილი. უკრაინა ამ კორუფციას აღმოფხრის, იმიტომ რომ მხარდაჭერა და პასუხისგებლობა და კონტროლი ძალიან მაღალია. ის რაზეც შენ საუბრობდი, ბექა, რომ 2018 წლიდან იწერებოდა ამის შესახებ, გაიხსენეთ, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში რა იწერებოდა ამერიკულ და დასავლურ მედიაში, მათ შორის ძალიან დიდი სიფრთხილე გადაცემული იარაღის შავბაზარზე აღმოჩენის შესახებ. მერე სკანდალები რუსეთის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, მაღალჩინოსნები, იქ ხილზე, იქ რაღაცა სხვა ემებზე, დრონებზე, ჯავშანჟილეტებზე და ჩაფხუტებზე, ანუ ეს სკანდალები სულ იყო. რა თქმა უნდა, პიკი იყო ეს ენერგეტიკის საკითხი და რა თქმა უნდა, პიკი იყო უკვე ერმაკის ამბავი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ასე რომ თამარ, იქნება შენ გითხრა ახლა აი ამ 0.25%-ის შესახებ და მერე გავაგრძელოთ. რაიმე სულ იმასავით გამომდის რაღაცა ესეთი საბჭოთა დროს რო იშველიებდნენ აბონციციაში გამოდივარ ხოლმე რომ ჩვენ წინა გადაცემაში უკვე ვისაუბრეთ რაღაც რეიგანს დავიწყდა ძველი ქართული ანდაზა. მოკლედ ალბათ იცის ჩვენ პოდკასტის მიმდევრებმა იციან რომ ძალიან მალე იქნება ნატოს სამიტი თურქეთში, რისთვისაც ემზადებიან აქტიურად და პოლიტიკომ გამოაქვეყნა სტატია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, რომ აპრილში ელჩებთან, ანუ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან დახურულ ხტომაზე ასეთი შეთავაზება გააკეთა მარკ რუტემ, რომ ქვეყნებმა მშპ-ს 0.25% მიმართონ უკრაინის დახმარებას, რაც წლიურად 3-ჯერ გაზრდის უკრაინის დახმარებას და $153 მილიარდ მიაღწევსო. თითქოს
თითქოს ეს წინადადება მზადდება წარსადგენად თურქეთში სამიტზე. ნახოთ, ასეთი ინფორმაცია ხოლმე ყველა არ ჟონავს და ყველამ კარგად იცით ეს ამბავი. ნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს ისტორია. წინა სამიტზე ჰააგაში მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ 5% უნდა იყოს ქვეყნებისთვის, ანუ გამოყოფილი და აქაც სწორედ რუტეს ესეთი მოდელი თუ ესეთი შეთავაზება იყო, რომ რამდენიმე გარკვეული 1% მგონი თუ ზუსტად აღარ მახსოვს რო არ ვწდებოდე, ამ 5%-ში ჩადებული იყოს უკრაინის დასახმარებლად, ანუ 1%-ამდე თუ რაღაცა რაოდენობა და ახლა კიდევ ესეც როგორც ჩანს რუტეს ერთგვარი შეთავაზება ზოგადად რომ გადახედოთ აქაც აი კულუარულ საუბრებს, მედია, ჟურნალისტებს, სხვადასხვა სახის სტატიებს, რაღაცნაირად ბოლოს ნახე, მე მგონი იას ყავდა ჩაწერილი ჩვენს მეგობარს მეურმიშვილს ბენ ჰოჯესიც და ანუ რაღაცნაირად საუბარია იმაზე, რომ სიტუაცია გადატეხილია უკრაინის საკეთილდღეოდ და ახლა ალბათ ფიქრობენ, რომ არის მომენტუმი, როცა უნდა მიაწვნენ და ხვდებიან, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, თანხები არის საჭიროა მეტი დახმარება უკრაინისთვის და ნახოთ. მე ერთი რაღაცა, მადლობა თამარ, ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, იყო ნატოს წვრთნები შვედეთში გამართული, სადაც უკრაინული ასე ვთქვათ დრონების მართვის ჯგუფი იყო ჩართული. სრულად გაანადგურეს და სამჯერ მოუწიათ შვედებს ასე ვთქვათ სტრატეგიის შეცვლა იმისთვის რომ ვერ ანუ სრულად დამარცხდნენ. და ეგ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სკაუს წვრთნებში უკრაინული დანაყოფები იმარჯვებენ და ეგ იმასაც ნიშნავს ბოდიში რომ ეს იმასაც ნიშნავს რომ აი ეს 0.25 მიასედი% მოშეპასი რაც დაიხარჯება ანუ პირდაპირ არის გამიზნული იმისთვის რომ უკრაინა ეს ფარდა გახდეს ხო ანუ პირდაპირ ფარდა გახდეს და შესაბამისად ესე იგი ალიანსის წევრები და ევროკავშირის წევრები დებენ ამდით ფულს ისინი უკვე ცხადად იაზრებენ რომ საკუთარ უსაფრთხოებაში დებენ ამ ინვესტიციას კი ხო, აქ უბრალოდ მინდა ეხლა ნელ-ნელა ფრონტისკენაც გადავიწიოთ, იმიტომ რომ კი ჩვენ ნაწილობრივ წინა ეპიზოდში შევეხეთ, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ჯიუტი, რა რომ ეს ფრონტი არ იძვის. იქ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრი, იქით რამდენიმე ათეული კვადრატული აქეთ ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკრაინა სულ უფრო მეტის დეოკუპაციას ახერხებს, ვიდრე რუსები ოკუპაციას ახერხებენ აი ამ პლუს-მინუსების დაჯამებაში. რამდენად გაძლიერებულია და მასიურია გახდა უკრაინის საჰაერო დარტყმები რუსეთის სიღრმეში, ხო? ეს ყველაფერი ჩვენ მიგვანიშნებს, რომ ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ომი იმ სცენარით არ მიდის, რა სცენარითაც პუტინს აქვს წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, თუ არ ვწდები და სწორედ მახსოვს ეკონომისტს ეწერა, რომ ჯერ კიდევ ახერხებენ გენერლები დაარწმუნონ პუტინი, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ამ წლის შემოდგომამდე დონბას ხელში ჩაიგდება. აი არ ვიცი ხა ალბათ ადამიანს თავის მოტყუება უნდა გინდოდეს რომ ეს დაიჯერო რა უნდა მე ვერ წარმომიდგენია ობიექტურ გარემოებებში რა უნდა მოხდეს რომ შემოდგომამდე კი არა ამ წელს კი არა მომავალ წლის ამ დრომდე დონბასი მთლიანად დაიკავა მით უმეტეს რომ საგაზაფხულო კამპანია უკვე ჩავარდა თამამად შეგვიძლია ვთქვა კიდევ ერთხელ მე მაინც უფრო აი სკეპტიკური რო ვიყო და ფრთხილი რო ვიყო მაისის ბოლოს დაველოდებოდი მაგის სათქმელად რომ ჩავარდა მიუხედავად რომ მგონი რომ ჩავარდა იმიტომ რომ მაინც ძველ სტატისტიკებს თუ გადავხედავთ მაისი არის ხოლმე გარდამტეხი საგაზაფხულოსი და აი მაისში ორმაგდება ხოლმე ხო ამას წინაზეც ამბობდი შენ რატომ მაგრამ ნახე მან და ერთი დეტალია რაზეც მინდა რომ შემოვიდე რა მაგისა მგონია რომ ჩავარდება დავასრულებ ეხლა და მე ამის იმის თქმა მინდა რომ რანაირად ახერხებს პუტინი რომ დაიჯეროს რომ სექტემბერში ექნება მთელი დონბასი არმიის გარდა ამისა აი დონბასი რომ სკონდეს დაამთავრებს ომს ანუ არ დაამთავრებს ხო ამიტომ აი ეს ხორცაკეპი მანქანა ჩემი აზრით უკვე იმ სპირალშია შესული რომ ჭირდება საბოლოო და ერთი ძლიერი ჩაჭერა და ეს თანხები რაც არის ხა საუბარი შესაძლოა სწორედ იყოს აი ჩაჭერა რამაც
საბოლოოდ შეიძლება გადატეხოს აი ეს ომის მიმდინარეობა ბექაბოდში არ გაცადე ახლა შეგვიძლია გააკეთოს. ხო, იმას ვამბობდი, რომ ეგ მაისის თვე მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც აქტუალური იყო და შედეგიანი იყო ეს კოლონებით უფრო დიდი შეტევები და ჯავშან ტექნიკის დიდი ჩართულობა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ შარშან და წელს ეს ომის სცენარი აბსოლუტურად შეიცვალა და ამ დიდი კოლონები წასვლას უბრალოდ აზრი არ ამას ხედავენ. კი, ჯიუტად მაინც აგრძელებენ ამ სახორცე შტურმებს, მაგრამ ფაქტია რომ ეს შედეგს ვერ დებს რა და ტაქტიკა შეცვლილია. მე არ ვარ ახლა სამხედრო პირი და სპეციალისტი, მაგრამ ყოველდღე ვხედავთ ამას რა ხდება. მან ერთი დეტალია კიდე საინტერესო, რომ დონბასის და ლუგანსკის მიღმა ძალიან სერიოზული საკითხები ხდება ზაპოროჟიეს ოლქში. იქ აქვს დიდი წინსვლა უკრაინელებს და არ დაგვაუწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის სამხრეთის მიმართულება. თუ კი სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინას ექნება გარღვევა, მაგ შემთხვევაში ბევრი რამ ცოტა სხვანაირად დადგება, ხო? ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ასე რომ ის რაც ზაპოროჟიეში ხდება, ყველა მალავს ამას რა, თუმცა სინამდვილეში რაღაცა გაწყვეტილი ინფორმაციები არის იმის თაობაზე, რა სიღრმეში არიან უკრაინელები. კი, გუშინ ჩავწერე ამაზე Redline-ზე მქონდა ვიდეო, სადაც საუბარი არის, რომ იქ ორი დასახლებული პუნქტის სტრატეგიულ ამოცანად რო დაისახა, ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს რუსეთის გენშტაბმა და დაკავება სურდათ კამიანსკე და სტეპნოჰირსკი, თუ არ მეშლება სახელები, მან და ხა მიდის შეტევა და შესაძლოა ალყაც ნახოთ ცოტა ხანში, იმიტომ რომ მომარაგების ხაზების გადაჭრამით, ხა ამას რუკაზე უფრო მარტივად გაჩვენებდით, მაგრამ ხო, იქ რთულად აქვს რეალურად საქმე და თან კარგად ხსნის ძალიან. ხო, თან იცით რა არის მანდ მნიშვნელოვანი, მადლობა რატი. მანდ არიან თავმოყრილი რუსეთის ელიტური დანაყოფები. აი ეს არის კიდე განმასხვავებელი ამბავი, ეს არ არის ტერიტორიული თავდაცვის იმას რო გადაუარეს შარშან-ზაფხულს დანაყოფებს და გაიქცნენ და მერე ვერ გაამაგრეს და ახლა უკან იხევენ იქ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ხო? იქ არ არის ეგ, რუსებს ყავთ იქ სერიოზული დანაყოფები, ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ მათი მიზანი იყო ზაპოროჟიეზე გასვლა სამხრეთიდან, სწორედ პირველი ეს სიმაღლეები თუ როგორ თქვა, საყრდენი პუნქტები უნდა შეექმნათ მაგ დასახლებებში, რომელსაც ვერ იღებენ და უკან იხევენ და ბევრი სასაცილო ამბავიც მემეების წყაროდ იქცა, მალა ტოკმაჩკა, ამაზე მქონდა ხო, ეს საინტერესო ვიდეო კოლაჟი არის, თუ ვინმეს დაინტერესებს, დასერჩეთ. ძალიან გაერთობით ერთი წლის განმავლობაში სამხედრო ექსპერტები. ძალიან ხო, ანუ მალა ტოკმაჩკა ხალხო არის 1 კილომეტრის სიგრძის დასახლებული პუნქტი, რომელიც 2025 წლის მაისიდან გაიძახიან, რომ აიღეს და დღემდე არ აქვს აღებული და არ ვიცი, აი მართლა შოუ იქცა ეს ყველაფერი. ერთ სიტყვით, ხო, ფრონტზე გადატეხილი არის სიტუაცია, აქეთ სამხრეთით უფრო აშკარაა ეს ყველაფერი, აღმოსავლეთით გარკვეული წინსვლები აქვთ იქ დონეცკის კონსტანტინოვკას გარშემო და პოკროვსკის მიმართულებაზეც რაღაცა ახალი გაქცევების მცდელობები აქვთ, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში დიდ სურათში არაფერთან ახლოს არ არის იმ მიზნებთან მიმართებით, რაც პუტინს აქვს დასახული და აბსოლუტურად ვეთანხმები რატის, რომ აი უბრალოდ წარმოუდგენელი არის ეგ მაგ შედეგზე გავიდნენ. მე აქედან გთავაზობთ, რომ გადავიდეთ ახლა უფრო სხვა გამოსავლებზე, რა გამოსავლები შეიძლება იპოვოს პუტინმა. ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ ინფორმაციას, რომელიც ილინკება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, იქ ბალტიისპირეთთან, ესტონეთზე შესაძლო შეტევა, რომ იქ რაღაცნაირად აჩვენოს ძალა პუტინმა და ერთის მხრივ გატესტოს, ამაზე ხშირად გვისაუბრია ნატოს შესაძლებლობები, ჩვენ ვხედავთ ნატოს საპასუხო პასუხებს, რაზეც ნაბიჯებს, რაზეც ნაწილობრივ ვისაუბრეთ და ამასობაში კიდევ ერთი თემა შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი. მივდივარ პუტინის მუქარაზე, რომელიც მან გააჟღერა ფაშინიანის მისამართით და ამას დაანონსების დროსაც ვახსენე, რომ შემდეგ მთელი პროპაგანდისტული კამპანია მოყვა. გთავაზობთ, რომ გავშალოთ ეს თემა. ყველაფერი დაიწყო ასე უკრაინაშიც, ეს იყო მთავარი გზავნილი ჯერ პუტინის და შემდეგ მისი მხარდამჭერების. როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე სომხეთი ხედავთ, ისინი ფაქტობრივად აიგნორებენ, მაგრამ პირველი ნაბიჯები ნახეთ უკვე ეკონომიკური თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნეს
სომხური ტვირთების ექსპორტს რუსეთში და ეს ცნობილი როგორ ქვია მაგ უწყებას რაღაც ხარისხის კონტროლებით რომ არის ონიშენკოს უწყება ხო ნუ ჩაერია ერთ სიტყვით და დაიწყეს იქ აბა რა უნდა შევიდეს რუსეთში სომხეთიდან და რა არა სურსათის უუნებლობის რაღაც სამსახური თამარა უნდა შემოგვეშველოს ახლა მისი რეპორტაჟები კარგი რა ჩვენ ღვინოს და იმას წვანილს რო ბლოკავდა უბრალოდ ერთი რეპლიკა მინდა ვიდრე დავიწყებ გენადი ონიშენკო ხო, ერთი რეპლიკა მინდა. ამასთანავე ერთ-ერთ ჩემზე ასაკით პატარა, ახალგაზრდა კაცს ვესაუბრებოდი რაღაც თემაზე და მან ესეთი რაღაც ახსენა. წეგან რატიმ თქვა, რომ ზელენსკიში გონია თუ ვიღაცებს პრობლემაო რა და არის ასევე საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა თაობაში, შესაძლოა ჩვენს მაყურებლებში, ვისაც პრობლემა გონია იმაში, რომ უკრაინამ მიიღო ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება და დაიწყო მოძრაობა აქეთ ისევე როგორც საქართველოს და აღიქვამენ რომ იცით რა აი რომ არ ყოფილიყო ესე ვთქვათ ხომ არ შეიძლებოდა რომ სხვანაირი რეალობა დამდგარიყო. ამაზე ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია მახსოვს რატიც ამბობდა ერთ-ერთ წინა ეპიზოდში თუ არ ვცდები თუ შენ ქონდა ცალკე ამ თემაზე უბრალოდ შენ ქონდა შენ არხზე ვიდეო სადაც მიმოიხილე წინა პერიოდი ომის დაწყების და გაგახსენებ მაგ ამბავს და მოვიყვანოთ ასე ვთქვათ მოიყვანეთ თავაზობ რამდენიმე არგუმენტი რატომ არ არის ეს ასე რატომ არ ხდება ისე რომ უკრაინის ევროინტეგრაციის თუ ნატოში ინტეგრაციის გადაწყვეტილებას მოყვა ეს ომი როგორც ამას პუტინის პროპაგანდა გვთავაზობს და შემდეგ წავიდეთ სომხეთს. მადლობა კი ჩემს არხზე მქონდა ეს მიმოხილვა და ეხლა ჩვენს მაყურებლებსაც ვეცდები აი ძალიან მოდი ასე ვთქვათ მარტივად შევხედოთ საკითხს რა კონკრეტულად უკრაინამდე სომხეთის ნაწილზე რახან საუბრობდით სომხეთის ნაწილზე ვილაპარაკოთ სომხეთი მუდმივად იყო ასე ვთქვათ მათი გაცხადებული პოლიტიკა იყო ორ სკამზე ჯდომა, ბალანსის პოლიტიკა, თუმცა სრულად კარტ ბლანში რუსეთს, რუსული ბაზები, პრორუსული პოლიტიკა და მთლიანად ეკონომიკა დამოკიდებული რუსეთს, ყველაფერი, ანუ ზედამთვარე ამოდიოდათ რუსეთზე. უბრალოდ ქვეყანაში იყო კორუფციის ჭაობი, ძალიან დიდი სიღარიბე, ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად არ იყო და ამ ფონზე დაიწყო პრობლემები უკრაინაში და ამ ფონზე ფაშინიანმა მოახერხა იქ არსებული ხელისუფლების შეცვლა. მაშინ ფაშინიანის არანაირი გაცხადებული პოლიტიკა არ ყოფილა, რომ სომხეთის ევროპეიზაცია უნდა მომხდარიყო და სომხეთის ევროინტეგრაცია უნდა ყოფილიყო. არა, საგარეო ვექტორს ისევ რუსეთს ირჩევდა, უბრალოდ უნდოდა რომ სომხეთში აღარ ყოფილიყო კორუფცია და სომეხს ხალხს ჰქონდა საშუალება განვითარებულიყო. და ამ ფონზე სომეხმა ხალხმა ფაშინიანი აირჩია. ამის გამო რუსეთმა სომხეთი დასაჯა, პირდაპირ ვთქვათ, შეატოვა მარტო აზერბაიჯანს და თურქეთს და ყარაბაღი დაუბრუნდა აზერბაიჯანს, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ომით აღდგა და ასე დასაჯა რუსეთმა სომხეთი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფაშინიანმა უფრო მეტი ევროინტეგრაციის ხაზი, როცა ნახა რომ მას უღალატა რუსეთმა პირდაპირ ამას ღალატი ქვია, როდესაც როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები ავალდებულებდა რუსეთს რომ დახმარებოდა სომხეთს, ასევე ოდაკებეს წევრობა ავალდებულებდა რომ სომხეთს დახმარებოდა. ხო ამ შემასაკი არ მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ევროპული სვლა. სომხეთს აღშორს აქვს ევროპამდე ხალხო ჩვენ ახლა ხო ძალიან შოულებრივი ამბავი ძალიან დიდი გზა აქვს, მაგრამ ეხა იწყებენ ამ ნაბიჯების გადადგმას. მართალია სწრაფად, მართალია ამ ხელა სამიტი ჩაატარეს, თუმცა მაინც შორის ამას გარდა, რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ჩემ დაკვირვებას გიზიარებ. მთელი რუსული პროპაგანდისტული ნარატივი იყო, რომ პრობლემა არის ნატო, რადგან ნატო არის სამხედრო ბლოკი და არსებობს საზოგადოების ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ კი, აი რა ეკნა ეხა რუსეთს რა, კი, რუსეთმა დაიწყო ომი, მაგრამ იმიტომ დაიწყო ომი, რომ ნატო მოდიოდა რუსეთის საზღვრებთან. აბა ხომ უნდა გაეჩერებინა. და თამარა შემისურვებს თუ ვცდები, არასდროს პუტინის რიტორიკაში არ ყოფილა, რომ რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირი არის პრობლემა. მისთვის ყოველთვის ნატო იყო პრობლემა. და ეხლა უცბად აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის პრობლემაა კაცო. ნატო და სამხედრო ბლოკი კი არა, ევროკავშირიც არ შეიძლება შედგეს. იმიტომ რომ შენ თუ ევროკავშირში შეხვალ,
და იმ სიკეთეებს ნახავ, რაც ევროკავშირს აქვს, მაშინ აღარ მოგინდება რუსულ ჭაობში ცხოვრება, ხო? და თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ნუ კარგით ეხა რატომ გინდათ ეს ევროკავშირი, ნუ გააღიზიანებთ ამ რუსეთს, ნუ მაგ ლოგიკით რატო დავანგრიეთ ეს საბჭოთა კავშირი, კაცო? ზელენსკის შეხვედრები ქონდა ნახსენები პუტინთან, რაც ჩემთვის ძალიან კარგი შეხსენება იყო და კარგი არგუმენტი არის, როდესაც ეს თემა ესე წამოიწევა ხოლმე. ნამდვილად, ზელენსკიც გავიხსენოთ, მისი საარჩევნო კამპანია რო გავიხსენოთ, არსად არ იყო ნახსენები ესეთი რაღაცა გაღია ევროინტეგრაცია. პირიქით, ზელენსკი მოვიდა იმ ნარატივზე, რომ პოროშენკომ ვერ შეძლო ომის დასრულება და მე დავასრულებ ომს. მე მოველაპარაკები პუტინს. თვითონ ვიცით რომ არის კრილოიროხიდან რუსულენოვანი ქალაქი აბსოლუტურად აღმოსავლეთ უკრაინაში არის. მეტიც გადახედეთ საარქივო ვიდეოებს. ზელენსკიმ უკრაინულზე კარგად იცოდა რუსული. მეტიც ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება რომ უკრაინული საერთოდ იცოდა. მე მგონია რომ წინასაარჩევნო პერიოდში ისწავლა. და შოუ ბიზნესაც რუსეთში აკეთებდა ყველაფერს და მისი მთელი ეს პოლიტიკა იყო აწყობილი ამაზე რომ მე შევძლებ რუსეთთან დალაგებას. და უარსაც ამბობდა იქ ნატოში ინტეგრაციაზე პირდაპირ ხო შეხვედრების დროს და ევროკავშირში. ამ ომის წინ დღის წესრიგში უკრაინისთან მიმართებაში ნატო საერთოდ აღარ ფიგურირებდა არსად. არა თუ უკრაინაში საქართველოში აღარ ფიგურირებდა ამდენი ხანია ნატო არსად. ხო მიუხედავად რომ ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში შედარებით ყოველთვის აქტიურად ვითხოვით ნატოს წევრობას. ხო და უფრო აქტიური წვლილი გვაქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში და რავი ჩვენ ნახეთ რომ შეერაღებული ძალები მოწყობის, მართვის და ბევრ სფეროში უკრაინის შეერაღებული ძალებზე წინ იყვნენ. ჩვენ შეერაღებული ძალები. მაგიტომაც იყვნენ ბოდიში გაგაწყვეტინე ქართველი მებრძოლები უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდანვე ყველაზე მთავარი როლი ჰქონდათ ინსტრუქციების, ანუ ინსტრუქტორები იყვნენ. ინსტრუქტორები. სანამ ვიღაცას გაახსენდებოდა რომ აი თურმე ეს ხალხი იბრძვის თავის თავისუფლებისთვის, მანამდე იყვნენ ინსტრუქტორებად იყვნენ, ხო? ხო და ასე რომ ბევრი რაღაც ძალიან მარტივია, უბრალოდ მოკლე მეხსიერება არ უნდა გქონდეს და არ არსებობს, ანუ ევროკავშირზეც რომ აი ესე გასულელდეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და თქვას რომ კაი მოდი ევროკავშირზეც უარი ვთქვათ ოღონდ პუტინი არ გავაღეზიანოთ. აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ ახალ მიზეზს მოიგონებს რისი გაკეთების უფლებაც არ გექნება. თუ კი ასე არის რომ რაღაცების გაკეთების უფლება რაც პუტინს მომდება არ გაქვს, მაშინ სადღა არის სუვერენიტეტი, სადღა არის სახელმწიფო მაშინ კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას, კაცო, იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ის არის, რა ქვია, ნატო და ევროკავშირი ცუდია და ცუდი კი არ არის, შეიძლება კარგია, მაგრამ ნუ ეხლა არ გავაღიზიანოთ რუსეთი. რატო დაიშალა საბჭოთა კავშირი? რა გვინდოდა ყოფილიყავით ამ საბჭოთა კავშირში? ახლა ყველა ნაბიჯი ხო საბჭოთა კავშირის აღსადგენად კეთდება, ხო? და სომხეთის საუბრისას ბარემ ამასაც ვიტყვი, ეხლა იმ პროექტთან სადაც მუშაობდა, სადაც ხო, რა იცით, რომ ბევრი სხვადასხვა ენოვანი რედაქციები და მათ შორის არის სომხური ენოვანი რედაქციაც და კონდეთ გამოკითხვა გაკეთებული ერევანში, ცოტა ამ უკავებიდან გამომდინარე და ამას რო უყურებდი, ხო? ხოთაშორის მე გუშინ ჩვენს პროექტშიც გავუშვით, გადავთარგმნეთ. ძალიან გამახსენდა ქართული რეალობა, როგორ აქვს პროპაგანდას ნამუშევარი თვითონ აი ამ სომხურ საზოგადოებაზეც. იყო რამდენიმე მოქალაქე, ვინც ამბობდა, რომ იცი რა არის ხა, ცოტა ფრთხილად ვიყოთ, თორე ომი დაიწყება. და ჟურნალისტი ეკითხებოდა რომ კი მაგრამ კაცო რუსეთთან ჩვენ საზღვარი არ აქვს და რანაირად ჩვენო ბევრი მტრები ყავს სამაგიეროთო და მაინც დაიწყება აი ეს ომის შიშით ასე ვთქვათ ჟონგლერობა როგორც ჩანს არის აი ეს ახალი ისა ზეწოლის მექანიზმი რა რაღა ახალი პრინციპში მაგრამ თან არ უნდა გვაუწყოს ახლა კავკასია ხო სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ ყველას ნაომარი გვაქვს და არაერთხელ და ყველას ღია ეს ტრამვები რჩება. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამაც ჩემი აზრით იმუშავა მათ შორის საქართველოში. ტრამვებმა და ჯერ იქიდან ვერ გამოვიდა. ეს ჭრილობა რო არ მოშუშდეს, მუდმივად მიდის ამისი გახსნა და ამისი შეხსენება. ხო და ნუ ასია, მაშინ ან ვაწყობთ კაპიტულაციას, ან გვინდა რომ ვიყოთ სახელმწიფო და ბარემ ძალიან მოკლედ ჩვენს თემასაც შემოვიტანთ იგივე რუსეთ სომხეთის და ამ თელს კონტექსტში ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება, ხო? გიორგი მახსენა რომ 9 მაისი რანაირი მოვლენა იყო და 2005 წლის 9 მაისი რო გავიხსენოთ, ხო?
ბუში, თუ სწორად მახსოვს, მერკელი, ბალკიის ქვეყნების ლიდერები იყვნენ ჩასულები მოსკოვში. სასწაული ამბავი ხდებოდა და მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ამ დროს უკვე ვარდების რევოლუციაც მოხდენილი არის, ეგრეთ წოდებული Orange Revolution, რა ერქვა, ნარინჯისფერი რევოლუცია. ნარინჯისფერი და მოწამლული პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკო. მოწამლული ვიქტორ იუშენკო მაინც ჩავიდა მოსკოვში 2005 წელს. ეს ფედერაციები მომხდარი იყო უკვე და ასე ვთქვათ, პუტინი იყო აღმავლობის გზაზე ამ დროს. და მერე მოხდა 2008. აღმავლობის გზაზე რო იყო ეს ხალხი ჩადიოდა და 2005 წლის 9 მაისს რო შევადროთ ისაც ეხლა მოხდა, ვინ იყვნენ? ხო იქ რანაირად შეიძლება ენა მოგიწელდეს, რომ ლიდერი დაარქვა იმ ხალხს, ვინც იქ იყვნენ და მათ შორის იყვნენ აი ეს შენი ცხინვალის რეჟიმის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გაგლოევი. და მერე 9 მაისს გააფორმეს ხელშეკრულება უფრო მეტი ინტეგრაციისთვის და გაკეთდა განცხადება, რომ ეს იქნება ოსური ერების გაერთიანების დასაწყისი. და გაერთიანების დაწყება ერების ასნიშნავს, ხო, აქ საუბარია ისევე ჩრდილო ოსეთის და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის სამაჩაბლოს ანექსიაზე. ეს ანექსიის საფრთხეა პირდაპირ. და რაც ხედავთ, კაი, არ გვინდოდა ომი, არ გავაღიზიანეთ რუსეთი. ვემეგობრებით, ყველაფერი დაუთმეთ. აგერ ევროპის შაშუშების დაწყება დავიწყეთ. გავაჩერეთ ევროინტეგრაცია ფაქტობრივ მოცემულობაზე. ხო, კი, ზეპირს ეწყვირათ, მივდივართ და გვინდა ევროპა. და რა მივიღეთ სანაცვლოდ? სად არის დაპირებული კეთილი ცხოვრება, ხო? პირიქით, აგერ ანექსიური საფრთხე დაგვიდგა. ოკუპაცია და ანექსია რითი განსხვავდება, ხო? ოკუპაცია არის, ოდესაც შენი ტერიტორია ოკუპირებულია, მაგრამ დამოუკიდებელ ერთეულად აქვს გამოცხადებული, ანექსია, ოდესაც რუსეთს აქვს პირდაპირ შეერთებული. და ახლა უკრაინაზე პროექცია რო გავაკეთოთ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რაც ლაპარაკობს, არის ის, რომ აი დონეცკი და ეს ყველაფერი კიდევ რაღაცა შეიძლება, მაგრამ ყირიმზე ძალიან ყველა ძალიან ფთობს, რომ ყირიმი ანექსირებული აქვს. იგივე დონეცკისგან და ლუჰანსკისგან და სხვებისგან განსხვავებით. კი, ეხლა უკვე მათი შეერთებაც რეფერენდუმებით გააკეთა, მაგრამ მაშინ 2014-ში ესე არ მოიქცა. მაშინ 2014-ში ეს დონეცკის და ლუჰანსკის რაღაცა სახალხო რესპუბლიკები აღიარა როგორც დამოუკიდებელი და ყირიმი ანექსია. ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა და იგივე საპირებს ახლა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და ჩვენ რა ვშევით ამ დროს. ხო და რატი პრობლემა ის არის, რომ აი 9 მაისს იყო ეს ამბავი და დღეს ჩვენ გადაცემას ვწერთ 13-ში. და ერთი განცხადება მაინც თუ გაგიგიათ, ან ქართული ოცნების მხრიდან მოწოდება თუნდაც დასავლელ პარტნიორებზე, ან დასავლელ პარტნიორების დღის წესრიგში თუ არის ეს საკითხი, რამე თუ გაგიგიათ, ვინმე ჩვენ თუ კითხვა არ დავსვით და არ იმას ვქენით, ადრე, აი ამდენი წელია ყველა ამ პროფესიაში ვარ და გახსოვთ ადრე პატარა განცხადებებზე კი ამგვარ განცხადებებზე ანუ იმაზე რომ შეიძლება არათუ გაფორმებაზე არამედ არაერთხელ ყოფილა ეს ამდაგვარი განცხადებები ხან ოკუპირებული ოსეთის ვითომ რაღაც ხელმძღვანელობა ითხოვდა ერების გაერთიანებას ხან რუსეთის რომელიმე ჩინოსანი გამოვარდებოდა და ამბობდა რომ აი დროა სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი გავაერთიანო და ძალიან კარგად მახსოვს რომ ყოველი ასეთი განცხადების მერე კონტრგანცხადებები კეთდებოდა ბრიუსელიდანაც არაერთი და დღეს რაღაც არა იმიტომ რომ არც დღის წესრიგში ხარ და შენ უკვე იმდენად ელვალვირდი და ისე პყრობი და ისე პოზიციონირებ შენ პარტნიორებთან რომ აღარავინ გამოვა და არც ხარს არ დაგიჭერს და მაგრამ არათუ განცხადებები არ მოგვისმენია მე ახლა ამ საქართველოს ნიუსის ფარგლებში კითხვები გავაგზავნეთ რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში პოზიცია შეფასება ვთხოვეთ ვინმე თუ მიმართეს ვიკითხეთ და ანუ უბრალოდ პასუხიც კი არ არის არათუ თავისი პროაქტიული განცხადება და პასუხი არ არის უბრალოდ რომ მაყურებელს მიაწოდო ინფორმაცია რას აკეთებს ეს ხალხი შესაბამისად, როდესაც ეს ხალხი არაფერს არ აკეთებს, დასავლელ პარტნიორებს რა უნდა მოთხოვოთ, თავის ტკივილი აქვს მილიონი.
მე მინდა რაღაცა მცირე ბექგრაუნდი შემოგთავაზოთ ცოტა გავცხარდები. გაგახსენოთ. კარგია ეს გაცხარება, შესანიშნავია და კარგია. პატარა ბექგრაუნდი მინდა რომ მოვიტანო აქ და გაგახსენოთ ყველას, მაგალითად 2014 წლამდე და 14 წლიდან 2022-მდე რა ხდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგულისხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთს ჰქონდა სქემა გაკეთებული, რომლითაც მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით. ერთი მიმართულება ეს იყო მებრძოლების ბოევიკების აფხაზეთში ჩამოყვანა და დასვენება ოჯახებთან ერთად ძალიან ოდიოზური ფიგურების, აი როგორიც იყო მოტოროლა და ასე შემდეგ, ეს ფოტოები და ეს ვიდეოები არსებობს ოჯახთან ერთად ისვენებს სადაც რიწის ტბაზე და რაღაცა, მე სადაც არის ხე კი ვიცით, მაგრამ ნუ ეს სქემა ესე მუშაობდა ვინც არის ეს მოკლეს. ხო, და ძალიან ოდიოზურ ფიგურებზე არის აქ საუბარი, ვიღაცა უბრალო მებრძოლებზე არ არის რა, ძალიან ანუ სისასტიკით განთქმულ ხალხზე არის საუბარი, რომელსაც ჰქონდათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები, ხო? და მეორე მიმართულება ეს იყო ფინანსური მიმართულება და ფინანსურ მიმართულებაში იგულისხმებოდა, რომ ცხინვალის ბანკიდან ხდებოდა შავი ფულის გადარიცხვა ლუგანსკსა და დონეცკში. ეს მანამ სანამ ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა, იმიტომ რომ ომის დაწყების შემდეგ ამის საჭიროება აღარ იყო, პირდაპირ შედიოდა ეს ფული. მაშინაც კი ცდილობდა აი ამ შავი ფულის კონტროლს ზუსტად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ერთგვარი სამკუთხედის გაკეთებას და სხვათა შორის მანდ იყო კიდე ერთი დეტალი, რომ აი ფართომასშტაბიან შეჭრამდე უკვე ბოლო პერიოდში ჩრდილოკორეაც იყო ამ ყველაფერში ჩართული. ასე რომ ეს შავი ფულის მასა, ეს რაღაცა რუხი ზონები არის რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ანუ მისთვის ეს არის გადარჩენა, ეგზისტენციალური საკითხია, რომ გადარჩეს, იმიტომ შავმა ფულმა უნდა იმოძრაოს სადღაც, ეს ფული არ უნდა ჩანდეს, იმიტომ რომ იმ შავი ფულით რაღაც შავი საქმეები უნდა გააკეთოს და ყველაფერი იქნება მისთვის რუხი ზონა, სადაც გაუვა. და რაზეც რატი საუბრობდა, ხო? რაზეც თამარი საუბრობდა, შენსაც ირგვლივ მას ჭირდება ეს რუხი ზონა, ირგვლივ მას არ ჭირდება დემოკრატიული ქვეყნები, ირგვლივ მას არ ჭირდება ევროკავშირი და ნატო, ხო? პირიქით მას ჭირდება რუხი ზონები, სადაც ექნება შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გააკეთოს ისეთი შავი საქმე, რომელიც მას ჭირდება და ხელს მოუთმობს. ეს იქნება მებრძოლების მომზადება, ეს იქნება სადღაც გადაზიდვები, რაკეტების გაყიდვები, ყიდვები, რა ვიცი, გამდიდრებული ურანის, ბირთვული, ანუ ყველაფერზე ხელის მომწერი არის რუსეთი და ეს გახდა სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გაგანია ომის დროს, აგერ ამდენი წლის ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა გადაწყვიტეს, რომ გახდნენ ალიანსის წევრები, ხო? აგერ ხედავთ ჩვენ ახლა, რომ სომხეთი რასაც ცდილობს. კი, რა თქმა უნდა, ხო ცოტა შორს არის, მაგრამ ის ომშია, აგერ სულ რაღაც ერთ თვეში არჩევნებია, ხო? ფაშინიანის არჩევნებია და რამხელა სამიტი იყო. სხვათა შორის კითხვა მინდა, ახლა თქვენს დაგისვათ და თქვენი აზრი მაინტერესებს. ერთ-ერთი მიზეზი ზელენსკის ერევანში ჩასვლისა იყო თუ არა, ან ხო არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ყოფილიყო მაგალითად ფაშინიანის გაფრთხილება რაღაცა მოსალოდნელ საფრთხეზე, ხო? ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ნახეთ მათ შორის, რა ვიცი, თუ ვინმე უყურებს რუსულ ეთერებს, ხო? როგორ ხტოდნენ აი ამ რუკაზე ფეხებით, ხო? სადაც საქართველოს შუაში იყო გაჩხერილი. აი ეს თითებს ტიკავდნენ და ფეხებით რაღაცას წიხლებს ადებდნენ, რომ ჩვენ ამათ გავჭყლეთ და რაღაცა ჯანდაბებს უზავთ, ანუ ასე შემდეგ. რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერზე? მით უფრო იმ ფონზე, რომ მერე იქვე ძალიან მალევე ხო ბოჭორიშვილის და უკრაინის საგარეო მინისტრის. რაზეც ვისაუბრეთ წინაზე, რომ ეს არ იყო შემთხვევითი. აი მე მაქვს ესეთი კითხვა და რა ვიცი თქვენი აზრიც იქნება საინტერესო ამ მიმართებით ეს. ისეთი დელიკატური საკითხია, ხო? ხო. მე არ ვიცი, შეიძლება უმცირესობაში ვარ, მაგრამ მე მაინც რასაც ვაკვირდები და ჩემი შეგრძნებებით მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა ზელენსკის ერთგვარი რაღაც ლიდერობა დავარქვა თუ აი არ ვიცი, რაღაცნაირად აქვს ჩემი აზრით გეგმაში და აი ამას პიროვნული ჟინიც არის მისი ჩემი აზრით, რამდენადაც მე მასთან შეხება მქონია, რომ აი ეს პოსტსაბჭოთა სივრცე განსაკუთრებით ამ ქვეყნების, რომლებსაც გაცხადებულიც აქვთ რაღაცა ევროპასთან სიახლოვე თუ მოკლედ იმდენ ნაკლებად ალბათ უფრო შუა აზია გამოსტაცოს პუტინს ხელიდან, აი რაღაცნაირი ჩემი აზრით ჟინია გამისი და მაგიტომაც მგონია თუნდაც
ალიევთან ეხა ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მას აგერ ფაშინიანთანაც რაღაცნაირად მაინც მგონია რომ სხვანაირად პოზიციონირება უნდა საბოლოო ჯამში და ეს თუ სამომავლო რაღაცა პოლიტიკური ამბიციები თუ არ იქნება ყოველ შემთხვევაში გაცილებით მე ჩემი აზრით გაცილებით მეტის წამოღება უნდა ვიდრე ვთქვათ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებული უკრაინის ლიდერობა. ნუ უკრაინისთვის ახლა მოცემულობა არის ეგეთი, რომ მისი მტრის, რაც უფრო ნაკლები, მის მტერს რაც უფრო ნაკლები მოკავშირე ეყოლება, ეს მის ინტერესშია და ეს ძალიან მარტივი ამოცანა არის და ამის თვის ძალიან ბევრს მუშაობენ როგორც რუსეთის გარეთ, ისე რუსეთის შიგნით და ჩვენ ვიცით ეს ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, რომ იქ ეთნიკურ რესპუბლიკებთან და ამ შემდეგ მუშაობენ დაზვერვის სამსახურები თუ სხვები. მაგრამ აქ გიორგიმ რაც შემოიტანა ეს საკითხი, რაზეც თქვი, რომ ეს არის სენსიტიური თუ ხო, ნუ ესეთი ხო? ეგ არის საფრთხეები, ხო? შენ ამაზე მიანიშნებ, როგორც მე მივხვდი და ეს არის კითხვის საფუძველიც, რომ რამე საფრთხეები როგორ უნდა ანუ უფრო ასე შემოვიტანა, როგორ უნდა გამოვიდეს ომიდან პუტინი. პუტინი არის ახლა უკრაინაში კრიზისში. ვხედავთ დასავლეთიდან მობილიზებას, ფინანსების და რესურსების და პოლიტიკურ მხარდაჭერას, ნუ ევროპიდან და მას ესეთი ჩიხური მდგომარეობა აქვს, საიდანაც რაღაცა გამოსავალი უნდა მოძებნოს, ან რაღაცა ახალი სავაჭრო თემა უნდა გააჩინოს, რომლითაც შემდეგ იგივე ევროპას, ნატოს თუ აი ამ უკრაინის გარშემო შემოკრებილ რესურსებს და პოლიტიკურ ჯგუფებს ეთყვის, რომ მოდი თუ გინდა რომ აქ გავჩერდე, მოდი შენ მან შეწყვიტე პირობითად უკრაინის მხარდაჭერა, ხო? ხომ არის ეს ვერსიები ხომ განიხილება? დავა კონკრეტოთ, რომ სად წაიყვანს ჯარს. ხო, ეგ მაგაზე სხვა შორის უკრაინაშიც ფიქრობენ და ამას წინათ ნიუსი ვნახე, რომ ოფიციალურად ქმნიან კომპანიებს, დაცვის კომპანიებს უსაფრთხოების, რომელსაც ექსპორტზე გაიტანენ, ასე ვთქვათ, ამ თავის სერვის, სადაც ჩართავენ ამ სამხედროებს, მაგრამ რუსეთმა, პუტინმა სად უნდა წაიყვანოს ეს ჯარისკაცები? მას ჭირდება რაღაცა ახალი მიმართულება, ამაზე ეს ძალიან გავრცელებული სამსჯელო საგანი არის ბევრგან და ცხადია, ერთ-ერთი მიმართულება არის სამხრეთი და უფრო აქტუალური, ჯერჯერობით უფრო აქტუალური არის მაინც ბალტიისპირეთი და ნუ პოლონეთზეა ხშირ შემთხვევაში საუბარი, არის უფრო მეტად ესტონეთი, აი ამ თავარი ქვეყანა ამ თემის გარშემო მაინც სახელდება ესტონეთი. იმიტომ რომ იქ შესაძლოა მოკლე დროში რაღაც შედარებით მცირე რესურსებით გარკვეული შედეგი დადოს და გატესტოს ერთის მხრივ ნატო და ესაც კითხვის ნიშნებია ამ მხრივ, რომ მეხუთე მუხლი რამდენად იმოქმედებს, რამდენად მზად იქნებიან ეს ნატოს წევრი სახელმწიფოები, რომ რეალურად ჩაერთონ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის დაცვაში და რამდენად ექნებათ ამის რეალური შესაძლებლობა თუნდაც ტექნიკურად, ხო, რამდენად არის მზად საერთოდ ეს სახელმწიფოები, რომ სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ ვახსენებდით, ხო, იქ პატარა უკრაინული დანაყოფები რეებს უშვებიან ბრჭყალებში წვრთნების დროს მათ სამხედრო დანაყოფებს. უმაგრესი კადრები იყო რამდენიმე თვის წინ გავრცელდა გასული წლის წვრთნების, მე მგონი მაგაზე საუბრობდი, ხო? არა, მე ვსაუბრობდი ახლანდელ. ხო, ანუ ნახეთ, ეს აბსოლუტურად არსებობის უფლება ამ ვერსიას აქვს, რომ პუტინმა შესაძლოა რაღაცა ახალი მოიფიქროს, ახალი ავანტიურა, სადაც ნუ რომლითაც შემდეგ ივაჭრებს და შეაშინებს ვინმეს და იტყვის, რომ თუ გინდა აქეთ არ წავიდე, მოდი ახლა დაანებე ამ უკრაინის მხარდაჭერას თავი და ნუ რაღაცა მიზანზე, რაღაცა შედეგზე ამ ხრივ გავიდეს, არ ვიცი, ეს ვერსია თქვენთვის რამდენად არის ვთქვათ, ლოგიკური. პუტინს თავში რაოდებს ახლა მაგაზე გადაჭრით, რომ ლაპარაკი არ იქნება სერიოზული, მაგრამ თავისთავად არჩევნ იქნებით განსაკუთრებით ორიგინალურები, თუ ვიტყვით, რომ თუ კი ამ ომში პუტინი თავისთავად არ ჩამოიშალა, მაშინ მას დასჭირდება რაღაცა, რასაც ერს შეასაღებს წარმატებას, ხო? ცხადია, აქ ახლა მთელი ამოცანა არის იმაში გამოვიცნოთ, რა მოუნდება პუტინს. მოუნდება, რომ ნატო დატესტოს და იმ ფლანგზე ესადოს რაღაცა წარმატების მსგავს მოპოვებას, თუ უკვე კარგად ნაცად სივრცეზე. კარგად ნაცადი სივრცე, რა თქმა უნდა, არის მისი მეზობლები. მე ვფიქრობ, რომ
ეყოლება ვინმე საღიაზრის დარჩენილი, ვინც ეთქვის, რომ არ ღირს ნატოს დაწესვა, მით უმეტეს იმ ფონზე რა ფიასკოს უკრაინაში განიცადეს და მეტი ასე ვთქვათ, აქცენტს გადმოიტანს საქართველოზე, სომხეთზე, შეიძლება მოლდოვაზეც კი. რამდენადაც მისთვის უფრო ადვილი ლუკმა იქნება ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, ის რომ რაღაცა პუტინს დაჭირდება, ამაზე მგონი ყველა თანხდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რა შედეგი დასრულდება ეს ომი და ეს შედეგი არ უნდა იყოს რაღაცა შუა. ამ ომის ბოლოს ან უკრაინა უნდა დამარცხდეს, ან რუსეთი უნდა დამარცხდეს. და რა თქმა უნდა, რუსეთი უნდა დამარცხდეს. აქვე გიორგის კითხვასო დაუბრუნდეთ ფაშინიანის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ძალიან ბუნებრივი არის, რომ რაღაცა მსგავსი ყოფილიყო, მთელი იმ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რაც ზელენსკისთან გროვდება, წარმოგვიდგენია, ერთ-ერთი ივნისში არის არჩევნები სომხეთში და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ხდება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ წარმოიდგინეთ, იქ ყავს ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც მოსახლეობას ომით აშინებს. ხო? შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოუწევს ფაშინიანს დანისწორზე გავლა. მაგრამ აქვე მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი რა. იგივე 9 მაისს პუტინმა ახსენდა ფინეთს. და თქვა, რომ კაცო, რას გაქანდეთ და შევარდეთ ამ ნატოში, რამე პრობლემა ქონდაო, მათთან ტერიტორიების ვერ იყო თვითონ თუ რა იყო, რა უნდა და რატო წავიდა ნატოში. და მორჩა მეტი არაფერი. მთელი ის კამპანია, რომ აი ნატოში გაწევრიანება სახიფათოა, იმიტომ რომ რუსეთი თავს დაგვესხმება, ჩამოშლილია ფაქტიურად, იმიტომ რომ ერთი თითის გაწკაცუნებაში შევიდნენ სკანდინავიური ქვეყნები ნატოში. ისეთი ქვეყნები, რომელსაც საერთოდ არასდროს ჰქონია სურვილი ნატოს წევრობის, ხო? და ამაზე საპასუხოდ ვერაფერი ვერ გააკეთა და არაფერი არ გააკეთა. პუტინმა იმდენად ამდენადაც იცის, რომ არ არის ნატო მისი ტოლსტორი და ვერაფერს ვერ იძლევს ნატოში და ამიტომ მგონია იგივე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით ეს გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად პოლიტიკური განცხადებები და შანტაჟის ამბავია, ვიდრე თუნდაც რეალობა. აქვე მოდი პოლიტიკურ შანტაჟზე ვახსენოთ ის ამბავიც, რომ იგივე 9 მაისის წინ მთელი ეს ორონტრიარი რო იყო, აი კიევი თუ დაგვარტყამს ჩვენ მიწასთან გავასწორებთ კიევს და გადაწყვეტილების მიღებ ცენტრებს ავაფეთქებთ და ყველა დიპლომატს მოგიწოდებთ რომ გაიყვანოთ თქვენი მისიები და დახუროთ. ანუ სასაცილოდ არ იყო, არათუ რეაგირება არ მოყვა. განცხადების ღირსაცაც კი არ ჩათვალეს, ხო? კიევის ევაკუაციაზე. აქედან გამომდინარე, რუსეთს რჩება ძალიან ცოტა სივრცე, სადაც აი ეს ზეწოლა შეუძლია. ზუსტად ამიტომ არის სახიფათო ამ ომის ბოლოსკენ წასვლა, რომ ეს ომი შუაში არ უნდა გაიჭრიოს. თუ კი შუაში გაიჭრიდა, მაშინ უკვე ძალიან დიდი ტალღა იქნება და ამ დიდ ტალღაში ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს. ეს რა აჩვენებს, ხო, იგივე აი ეს დამოკიდებულება ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან, ხო? პუტინი უკვე იწყებს აი ამ ახალი ნაღმების დადებას, რომ უკანა გზაზე ნაკლებად აფეთქდეს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად დასავლური ინტეგრაციასთან, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, ვინც ნატოში შეასწრო და ევროკავშირში შეასწრო, იმას თავი კუჩი აქვს. იმას მაქსიმუმ გამოვიდეს და სალავიულმა გალანტოს და სალავიულმა მოითხოვოს რომ დაბომბეთ. მეც ვერაფერს ვერ უბედავენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის დასავლური ინტეგრაცია. მაგრამ როგორ წარმოგიდგენია ეგ არის თავარი შეკითხვა ამ ვითარებაში, როგორ წარმოგიდგენია? გაშვებული შანსების კასკადი არის სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობა ისიც არის, მეგობრებო, რომ ეს პერიოდი თელმა რიგმა ქვეყნებმა გამოიყენეს საკუთარი შეიარაღებული ძალების გასაუმჯობესებლად, გასავითარებლად და უსაფრთხოების სისტემის, რა ვიცი, გასამყარებლად. სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ჩვენ ვერ ჩავჯექით აი ამ რგოლში, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინისთვის რაღაც ძველის მიცემას, ჩვენ ახლის შესყიდვას და ასე შემდეგ, მესმის ყველაფერი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, ასე შემდეგ, აქაც იქნებოდა გამოსავალი უბრალოდ
ბიუჯეტი ყოფილიყო შესაბამისი და საქართველოს ხელისუფლებას ეზრუნა საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დღეს ხვალ ზეგ და ასე ვთქვათ სამომავლოდ და გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოგვეწესრიგებინა რაღაცა დრონების სექცია გაცილებით ძლიერი ყოფილიყო და ასე შემდეგ სამწუხაროდ ესეც გაშვებული შესაძლებლობაა ნუ ღმერთმა ქნას რომ ჩვენ ვწდებოდეთ ამ ყველაფერში ღმერთმა ქნას მე სიამოვნებით ბოდიშს მოვიხდი ამ თემაზე აუცილებლად თუ კი ეს ასე არ იქნა მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ ყოველ შემთხვევაში ეს ფაქტია რომ ჩვენ ვერ ხედავთ რამე მსგავს რაღაცა ბოლოსკენ ცოტა ისეთი მძიმე ბოლო გამოგდის დღევანდელი ეპიზოდი ხშირად გამოგდის ხშირად გამოგდის რეალობა კი, ну, მე მგონი დროში უკვე ვეღარ ვეტევით, ჩვენ გქონდა ნათქვამი დაანონსებული ჩინეთში ვიზიტი ტრამპის, პრინციპში ეს ახალი ამბავია, აქვე თქვათ. ახლა რუსავწირთ ახლა ხდება, ახლა დაჯდათვით მფრინავი, უბრალოდ ხო, ну, ფაქტი შედგა უკვე, რომელსაც ჰქონდა წინაპირობა ის, რომ მანამდე იყო დაგეგმილი და გადაიდო ირანში მიმდინარე მოვლენების გამო, როგორც ჩანს, ტრამპს ჰქონდა სხვა გათვლა და ცდილობდა რომ იმ დროში ჩატარული იყოს 100 დღიან ვადაში, ხო, თუმცა ეს ფაქტია, რომ ჯერჯერობით ბევრი საკითხი ირანის გარშემო კვლავ გაურკვეველია, აბსოლუტური ბურუსი გვაქვს, ორმაგი ბლოკადა ისევ გრძელდება. და არ ვიცით რა მოხდება ჩინეთში ვიზიტის შემდეგ. ძალიან საინტერესოა დიდი სურათისთვის ეს ამბავი, რა განცხადებები გაჟღერდება იქ და განცხადებების მიღმა რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. მოკლედ დაველოდოთ შემდეგ კვირასაც საინტერესო თემები გვექნება განსახილველად. თუ საინტერესო იყო დღევანდელი დისკუსია თქვენთვის, გამოხატეთ თქვენი რეაქციები, ლაიქებით, ჩაერთეთ დისკუსიაში კომენტარების მეშვეობით, გამოგვიწერეთ, გაავრცელეთ ინფორმაცია ამ პროექტის არსებობის შესახებ და დაელოდეთ შემდეგ კვირას აუცილებლად დაგიბრუნდებით. ნახოთ რა მოხდება, იმის მიხედვით შემოგვიერთდებიან შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელიც. ყველაფერი დამოკიდებული არის მოვლენებზე, აი ამ საინტერესო დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვცდილობთ რომ გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. შეხვედრამდე მეგობრებო. დროებით. მადლობა ნახვამდის.